მოგესალმებით. ნახეთ როგორი სილამაზე გვყავს დღევანდელ ვიდეოში. მე თამამად ვამბობ ამ სიტყვას სილამაზე, იმიტომ რომ საკმაოდ მოსაწყენი და პირდაპირ ვთქვათ ერთფეროვანი SUV-ების ეპოქაში ეს SUV ნამდვილად გამოირჩევა თავისი ვიზუალით. ერთფეროვნება ვახსენე და ბარემ აქვე ფერზეც გავაკეთოთ აქცენტი. ნახეთ როგორი ფერია. ეს არის Mazda-ს ექსკლუზიური ფერი. ასეთ ფერს სხვა ვერცერთი ავტომწარმოებელი ვერ გთავაზობთ. ეს გახლავთ Mazda CX-60. ჩვენ ცოტა ხნის წინ გადავიღეთ CX-60-ის plug-in ჰიბრიდული ვერსია, დამოხტვადი ჰიბრიდი და იმ ავტომობილმა საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. და ახლა ამ ვერსიამ მიიქცია ჩვენი ყურადღება. ეს არ არის არც ჰიბრიდი, არც mild ჰიბრიდი და არც დამოხტვადი ჰიბრიდი. ეს არის CX-60-ის ჩვეულებრივი ვერსია 2 და 5 ატმოსფერული ძრავით. რატომ მივაქციეთ ყურადღება და რატომ ვიღებთ დღეს? იმიტომ რომ ახლა Mazda ცენტრი Tegeta-ს ამ ვერსიაზე აქვს განსაკუთრებული ფასდაკლება. მართლაც ძალიან საინტერესო შემოთავაზება 36500 ნაცვლად ღირს 34800 ექვივალენტი ლარში. ამ ფასად იაპონური ამ კლასის SUV-ის შეძენა შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში საქართველოში ნამდვილად ვერ შეიძენთ. პლუს ამას აქვს 5 წლიანი გარანტია, ან 150000 კილომეტრი და კრედიტის მხრივ აქვს ძალიან კარგი შემოთავაზება. 3 წლიანი კრედიტის შემთხვევაში ლიზინგით ლარში პროცენტი არის 7 და 5, რაც მართლა უნიკალური შემთხვევაა. მოდით ახლა ერთად ვნახოთ რა აქვს, რა აკლია, როგორ დადის, რამდენ სწავს და რაც თავარია, რამდენად ღირს, თუნდაც აი ამ ფასდაკლების ფარგლებში ამ თანხის გადახდა ამ ავტომობილში. წავედით. მოდით ახლა ამ ავტომობილს გარშემო შემოვუაროთ და დავაკვირდეთ მისი დიზაინის მთავარ თავისებურებებს. Mazda დიზაინის ამენას უწოდებს კოდო დიზაინს, რაც გულისხმობს ეს ორ რამეს: დინამიკურობას და სპორტულობას. დავაკვირდით, აი ეს ნაწილი ფაქტობრივად არის ცხაურის ყველაზე წინა ნაწილი და ქმნის ისეთ შემტევ, საკმაოდ აგრესიულ შთაბეჭდილებას. ოღონდ ეს არის ზომიერი აგრესიულობა. დინამიკა და სპორტულობა განსაკუთრებით იგრძნობა, როცა გვერდიდან დავაკვირდებით. გრძელი კაპოტი და აი ეს პრესტიჟის ზომა. ნახეთ, რამხელა მანძილია საბურავსა და კარის აი ამ ღრეჩოს შორის. ღრეჩო ვახსენე და ფაქტობრივად ეს არის იდეალური შესრულება ღრეჩოების თვალსაზრისით. აი დააკვირდით ნებისმიერ ადგილს, თუნდაც აი ამ აუზის ხუბს, აი თითიც რომ შემოატაროთ, არსად არ იგრძნობა განსხვავება. თუნდაც აი კარის აი ამ ღრეჩოს. მე უკვე წარმომიდგენია მზა პროდუქტს როგორ უყურებენ ხოლმე იაპონელი ინჟინრები, აი ასე ლუპით რომ დაათვალიერებენ ყველანაირი განაჭარბების გარეშე. ეს არის სუპერ შესრულება. სილამაზეა Mazda CX-60-ის უკანა მხარეც. ყოველ შემთხვევაში მე ძალიან მომწონს დიზაინი, ზოგადად გემოვნების ამბავია, ვიღაცას შეიძლება არ მოეწონოს, მაგრამ ალბათ ძალიან ცოტას. მოდი ვნახოთ მისი საბარგული. გვაქვს ესეთი გახსნა. საკმაოდ უხმაურო გახსნა. საბარგულის მოცულობა მინიმალური არის 570 ლიტრი და მაქსიმალური არის 1700 ლიტრი. მოდი უცებ გაჩვენებთ, უკანა სავარსლის საზურგეები 3 ნაწილად იყოფა. თქვენ შეგიძლიათ მაგალითად ჯერ შუა ნაწილი გადააგდოთ და თუ რაიმე გრძელი გაქვთ ჩასადები, ისე ჩადოთ, რომ ორი მგზავრი მაინც კომფორტულად დაჯდეს. რა თქმა უნდა, იწევა ისედაც დანარჩენი სავარძლები და ჯამში ვიღებთ 1700 ლიტრიან მოცულობას, რაც არის ძალიან ბევრი და ოჯახისთვის საკმარისზე მეტი. საბარგულის აი ამ განყოფილების ქვეშ არის სათადარიგო საბურავი, ეს რა არის? ხო, აუდიო სისტემა, Bose-ის აუდიო სისტემა, მისი ცენტრი არის აქ. ესეც დამატებითი ნიშანი იმისა, რომ ეს მანქანა ძალიან ახლოს არის პრემიუმთან. საბარგულის კარი ელექტრონულად იხურება, რა თქმა უნდა, და ასევე ფეხის ერთი მოსმით რბილი, უხმაურო დახურვა. აი ასე. გადავისვოთ ახლა სალონში და მერე დავიძრათ. მოდი ვნახოთ როგორ ზივართ უკან.
სივრცე არც უკანა სავარძელზე არ გაკლია, მაგრამ აი ეს პანორამა კიდევ უფრო მეტი სივრცის შეგრძნებას მატებს საუნის უკანა ნაწილს. ხარისხი აქაც ყველგან და ყველაფერში იგრძნობა, იაპონური ხარისხი. გვაქვს ორი USB-C პორტი, რაცა ძალიან მნიშვნელოვანი დღეს უკვე, უკან ორი მგზავრისთვის მინიმუმ და უკანა სავარძლების გათბობა თავისი კლიმატ კონტროლის ჰაერის გამოშვებით. სიხარ საკმაოდ კარგად, არ მგონია რომ აქ ვინმე დაიღალოს, თუნდაც ძალიან შორ გზაზე. ახლა კი ყველაზე მთავარი, რა ხდება მძღოლის სამუშაო მაგიდაზე, როგორი გარემოა, რეები აქვს, რა აკლია და მერე უკვე რაც მთავარია, როგორ დადის. პირველი, რაც საჭესთან მოთავსების შემდეგ უნდა აღვნიშნო, არის ის, რომ აქ არის იგრძნობა ეს იაპონური სიმშვიდე, ეს იაპონური დეტალებისადმი ძალიან დიდი ყურადღების მიქცევა, რომელიც გარკვეულ პედანტიზმში კი შეიძლება გადადიოდეს. პედანტიზმში გულისხმობ იმას, რომ ძალიან ბევრ დეტალზე აქვს ნაფიქრი. და ბევრი ისეთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ როცა აღმოაჩენ გესიამოვნება. დავიწყოთ აი ამ პირველი ეკრანით, მძღოლის საჭის მიღმა, კოკპიტის აი ეს მთავარი ეკრანი არის ციფრული, მაგრამ არის კლასიკური დიზაინით გადაწყვეტილი. კლასიკური მაჩვენებლები, მრგვალი ინსტრუმენტები. მე აღმოვაჩინე ესეთი რამ. პარამეტრებში შეგიძლიათ გაზარდოთ ან დააპატარავოთ აი ამ მაჩვენებლების შრიფტის ზომა. ორი ზომა, თუ ეს კი პატარავებად, შეგიძლიათ ოდნავ გაზარდოთ. არც ეს არ არის პატარა, ბევრ რაღაცას აქ ვერცვლით, მაგრამ რაც მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი გაქვთ თვალწინ. იცვლება ფერები, როდესაც შეცვლით მართვის რეჟიმებს, სვლის რეჟიმებს და გადართავთ სპორტზე და ასე შემდეგ. როდესაც ჩართავთ კრუიზ კონტროლს, აქ გამოდის კრუიზ კონტროლის მთავარი ინფორმაცია, მაგრამ ძალიან ბევრი და ეს ინფორმაციის კასკადი აქ არ მოდის. იაპონელებს აქვთ ასე მიღებული გადაწყვეტილება, გულისხმობ იმას, რომ რაღაცა ძალიან ბევრი ინფორმაცია თავს არ აგატკიებს და ნევროს არ დაგმართებს, როგორც ეს ბევრ მანქანაშია ხოლმე თანამედროვე ავტომობილებში, მაგრამ თლად old school-იც რომ არ გეგონოთ, ნამდვილად არ არის old school-ი, ტექნიკა არის ძალიან ბევრი, ოღონდ არის მარტივად გადაწყვეტილი, ისე რომ ზედმეტი ფიქრი და ზედმეტი ტვინის შყლეტა არ გჭირდება რაღაცეების მისახვედრად. მარტივად არის ყველაფერი. Head-up display აქვს. ძალიან კარგი head-up display, საქარე მინაზე პროექცირების სისტემა, ყოველგვარი ზედმეტი გამჭირვალე შუშის გარეშე, როგორც ადრე იყო, არა, პირდაპირ საქარე მინაზე ძალიან დიდი დიაპაზონით და შეგიძლიათ დაარეგულიროთ, რა თქმა უნდა, ზემოთ, ქვემოთ, მარჯვნივ, მარცხნივ, რა ინფორმაცია გამოვა. გამოდის არა მარტო სისწრაფე, არამედ ნავიგაციის მაჩვენებლები, ხო აქვს Android Auto და Apple CarPlay, პირდაპირ ძალიან მარტივად უკავშირდება, მისი ინფორმაციის გამოტანა შეიძლება აქ და მოკლედ head-up display არის ძალიან კარგი. აღმოვაჩინე კიდევ ერთი რამ, სხვათა შორის, როცა დავიძარი ამ ავტომობილით და ვთავდი მოხვევის ციმციმას, აი ეს ერთი ჩამოწევით, მხოლოდ ერთხელ ანთებდა მოხვევის ციმციმას. ანუ არ ქონდა ის, როცა სამჯერ აკეთებს ხოლმე ერთი პატარა ჩამოკვირით. და ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ შეუძლებელია მეთქი ამ Mazda-ს ეს არ ქონდეს და მაშინვე შევედი პარამეტრებში და ზუსტად 15-20 წამში აღმოვაჩინე, რომ მოხვევის ციმციმის დარეგულირება შეიძლება. და ჩავრთე რა თქმა უნდა ის რომ ერთი ჩამოკვირით უკვე სამჯერ გააკეთოს, როგორც ახლა შვება, აი ასე. და იქვე აღმოვაჩინე რომ მოხვევის ციმციმას აქვს ხმის შეცვლის ფუნქცია. 3 დონე აქვს, შეგიძლიათ დააყენოთ ძალიან დაბალ ხმაზე, საშუალო ხმაზე ან მაღალ ხმაზე. ეხლა არის ეს საშუალო ხმაზე და აქვს აი ესეთი ხმა, არ ვიცი თუ მოისმება. ვფიქრობ რომ საშუალო საკმარისია, მაგრამ აი ამაზეც კი აქვს ნაფიქრი რომ თუ მოხვევის ციმციმის ხმა არ გინდა რომ იყოს ამ დიაპაზონზე, შეგიძლია აუწიო ან ჩაუწიო. ძალიან კაი, აი ესეთ რაღაცებზე რომ ფიქრობენ არის ძალიან კარგი და ეს მარტო იაპონელებს შეუძლიათ აი ასეთ დეტალების ჩადება. რაც შეეხება მასალების ხარისხს, ყველაზე მთავარი. ხარისხი იგრძნობა ყველგან, სადაც ხელს შეახებთ. საჭიდან დაწყებული, აი ამ ბერკეტებით გაგრძელებული, ძალიან სასიამოვნო ხელშესახებია, ძალიან. რბილი მასალა. აი აქაც, სადაც ხელს ძალიან იშვიათად ვახებთ, ხო ხა აი აქ ხელს არასდროს არ ვახებთ. ყველგან, გვერდითაც, აი აქ კარზე, აი ესეთი გადაწყვეტილება. სრული სირბილე, ეს
ნაკერები, აი ეს ძალიან ხარისხის გამომხატველი. ჰაპტიკური ღილაკები ძალიან მნიშვნელოვანია. აქ გვაქვს არა მარტო კლიმატ კონტროლი, არამედ სავარძლების გათბობა, გაგრილება, საჭის გათბობა, ყველაფერი არის ჰაპტიკურ ღილაკებზე აყვანილი. კლიმატ კონტროლის მართვა რა თქმა უნდა მთლიანად და აქაც ცენტრალურ კონსოლზე აი ეს დასაწრიალებელი ღილაკი, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, აი ამ ღილაკებს შორის, იმიტომ რომ მართავს აი ამ ეკრანს. აქედან ყველაფერს მართავთ ძალიან მარტივად. ხმისაწევა ჩაწევა აქედან, ანუ არ გჭირდებათ რაღაცა ეკრანზე მისვლა და სხვათა შორის აი აქ აქვს ავარიულის ღილაკი და ვიღაცამ შეიძლება იფიქროს რომ არ არისო კარგ ადგილზე, იმიტომ რომ აქ რო ეკრანზე რაღაცებს დაიწყებ, შეიძლება ჩაგერთოს ავარიული ღილაკიო, მაგრამ ეგ არ მოხდება. იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ეს ეკრანი, აი ეს ლამაზი დიდი ეკრანი პრაქტიკულად ჩასმული არ არის სენსორული. არ არის სენსორული. აი აქ სენსორებზე არ გვაქვს ეკრანი და მე ძალიან მიხარია. ადრეც მithქვამს CX60-ის დამუხტვადი ჰიბრიდის ვერსიის test drive-ში ვთქვი ეგ, ძალიან მიხარია რომ ეს ეკრანი არ არის სენსორული. არ წაგართმევს ყურადღებას მართვის დროს არაფერს არ გააკეთებ აქ. იმიტომ რომ ვერ გააკეთებ. აი ამ ღილაკით კი მართავ ამ ეკრანს არაჩვეულებრივად, იდეალურად. რისი თქმა მინდა? თუ თქვენ მაინც და მაინც სენსორული ეკრანი მოგწონთ კი ბატონო, მაგრამ მე მირჩევნია ასე. ძალიან მარტივად მართავთ ამ ღილაკით, ეს არის დასაჭერ, დასატრიალებელი ღილაკი, აქვე აქვს home-ი, უკან გამოსვლა, სადმე გადასვლა, აუდიოზე გადართვა და არის უმარტივესი. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ აი ეს სალონი არის ერთ-ერთი საუკეთესო გამოხატულება და მაგალითი ზოგადად იაპონური მიდგომის ფენომენისა. დაწყებული ხარისხით გაგრძელებული შესრულებით თუ რა როგორაა გაკეთებული და ისეთ ჩანაფიქრებით რაც წეღან ვახსენებ. 360-იანი კამერა აქვს მაგალითად, აი ესე, სვლის დროსაც აკონტროლებს და ხედავთ ყველაფერს, ეს არა მარტო დამდგარ მდგომარეობაში, არამედ სვლის დროსაც შეგიძლიათ ჩართოთ აი ეს კამერა და უყუროთ როგორც გარშემო რა ხდება, წინ რა ხდება, რა ხდება ავტომობილის ქვეშ, ანუ სად მივდივართ, როგორი ზედაპირზე მივდივართ და ზემოდანაც ზეთხედიც აქვს და ისეთი საკმაოდ ხარისხიანი ეკრანი. ახლა დროა დავიძრა და უკვე მოძრაობაში აგიხსნათ და მიმოვიხილოთ როგორ დადის ეს მანქანა, რამდენს წვავს, როგორია სვლის რეჟიმები და რას გვთავაზობს უკვე სვლის დროს. წავედით. ახლა ვნახოთ როგორ დადის Mazda CX-60 2 და 5 ატმოსფერული ძრავით 192 ცხენის ზალით. დავიწყებ იმით რომ წონა არის ამ ავტომობილის 2 ტონა. კომპლექტაციის მიხედვით შეიძლება იყოს 2 ტონაზე ოდნავ ნაკლები ან 2 ტონაზე ოდნავ მეტი, მაგრამ საშუალო წონა არის 2 ტონა და 193 ცხენის ზალა ვერ ვიტყვი რომ ერთი შეხედვით ძალიან ესე ბევრია 2 ტონიანი ავტომობილისთვის. თუმცა გააჩნია რას ვითხოვთ ავტომობილისგან. ორიენტირებული არის იმაზე რომ იყოს სპორტული SUV, მაგრამ ცხადია არ აქვს სასწაული აჩქარება 9.19 წამში ჩქარდება 100 კმ/სთ-მდე. სპორტული შეგრძნებები. სად იკვეთება ასეთი შეგრძნებები ამ ავტომობილში? მაგალითად ეს ეხება მოხვევას. თვითონ მოხვევის კუთხე დიდია, არ არის პატარა, მაგრამ პირველი არის ძალიან ზუსტი და გრძნობიარე და მკაფიო და მეორე, მოსახვევში არ გაქვს იმის შეგრძნება, რომ რაღაცა მოჭიდებას კარგავ. ეს არის ყველაზე მთავარი. 2 და 5 ლიტრი მოცულობის ატმოსფერული ძრავა ამ მანქანისთვის არის საკმარისი. თუ თქვენ არ ითხოვთ რაღაც საოცარ აჩქარებას, კიდე ერთხელ ვამბობ, 9.19 წამში ჩქარდება 100 კმ/სთ-მდე. სამაგიეროდ ეს აგრეგატი არის აბსოლუტურად გამძლე. ზოგადად Mazda-ს ძრავები მით უმეტეს ბოლო წლებში გახდა კიდევ უფრო ხარისხიანი და კიდევ უფრო გამძლე და თუ კი რომელიმე Mazda-ს ძრავა შეიძლება იყოს ყველაზე გამძლე, ეს არის აი ეს ატმოსფერული აგრეგატი, რომელსაც არა აქვს არანაირი ელექტროდახმარება, არც mild ჰიბრიდია, არანაირი ბუსტი, შმუსტი და ასე შემდეგ, მაგრამ არა აქვს ტურბოც და არის მაქსიმალურად ისე გაკეთებული, რომ ეს არის
იაპონური Sando Saimdo ატმოსფერული აგრეგატი. თუკი ამას მნიშვნელობას ანიჭებდა, შეუძლებელია ძრავის გამძლეობას და სანდოობას არ ანიჭებდა მნიშვნელობას, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო, რის შემოთავაზებას Mazda შეუძლია. ნაკლი მინუსი არის ის, რომ სიმძლავრე არის 192 ცხენი ძალა, ეს კიდევ ერთხელ არის საკმარისი, მაგრამ არ არის რაღაცა ჰიპერ მოცემულობა. შესაბამისად, ისევ და ისევ ამ ფასის და ამ კლასის და ამ კატეგორიის გათვალისწინებით მივდივართ იმ დასკვნამდე, მე თამამად მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ აბსოლუტურად საკმარისია. ეს არის ქალაქის საოჯახო SUV და რა თქმა უნდა არა მარტო ქალაქის, იმიტომ რომ არის 4x4-ზე და აქ შემოდის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი ის, რომ სრული ამძრავი აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ რეალურად ძირითადად მოძრაობთ უკანა ამძრავით. რა საინტერესოა? კიდევ ერთი სპორტული დეტალი. უკანა ამძრავით მოძრაობთ და როცა გჭირდებათ თავთ, ან თვითონ რთავს, უკვე წინა ღერცსაც და გამოდის 4x4-ზე. სვლის რეჟიმები აქვს ნორმალი სპორტი და off-road-იც, აი აქედან ვრთავთ, MI drive, სპორტი, ნორმალი off-road. აი off-road-ში უკვე ნებისმიერ შემთხვევაში 4x4-ზეა, სრული ამძრავი მოქმედებს და ძალიან ბევრ soft SUV-ს აჯობებს გამავლობით. სპორტის რეჟიმში ასევე უკანა ამძრავია აქტიური და უკვე თუ თვითონ დაჭირდა რაღაც მომენტებში შეიძლება გახდეს სრულამძრავიანი და ნორმალ რეჟიმშიც ჩვეულებრივ რეჟიმშიც დადიხართ უმეტესად უკანა ამძრავით. აი ეს დეტალი, რომ ძირითადად უკანა ამძრავით მოძრაობთ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის სპორტულ ხასიათს და მართვის სიამოვნებას. მოდი ახლა გადავთავ სპორტში და ვნახოთ რა შეიცვლება. შეიცვალა რა თქმა უნდა. კი, პოემა და ხმაც. მაღალ ბრუნებს იჭერს და ძირითადად ამის ხარჯზე, თორემ არანაირი ხელოვნური ჩარევა არ ხდება. ხო, მოხვევაში ფაქტობრივად არაფერი არ შეცვლა, ისედაც საკმაოდ ზუსტი და მკაფიო იყო, როგორც წეგან გითხარით. ну, უფრო მეცაც წვავს რა თქმა უნდა ამ დროს და მივადექით წვასაც. მე ვფიქრობ, რომ მაინც სპორტის რეჟიმში გადართვა დიდად არაფერს არ ცვლის. გასაგებია რომ მაღალი ბრუნები, მეტი ხმა, მაგრამ სასწაულს არ აკეთებს. ამიტომ დაუბრუნდები ისევ ჩვეულ რეჟიმს და გეტყვით წვაზე. ყველაზე ხშირად და ალბათ ყველაზე მეტად შეეშინდებათ საწვავის ხარჯის, როცა ამხელა ორტონიანი მანქანა, არ არის ჰიბრიდი, არ აქვს ელექტრომხარდაჭერა და არც ტურბო არ აქვს, არის ატმოსფერული. შეეშინდებათ იმიტომ, რომ დაწვავს ბევრსო. მე შემიძლია გითხრათ ერთი რამ, 7 სვლით ქალაქის რეჟიმში წვა დაახლოებით გამოდის 8.9 ლიტრი. 7 სვლით. არა 7 სვლით რამდენად შეიძლება ჩვენ ქალაქში, თბილისში ამ შემთხვევაში აგრესიულად იარო, ალბათ 11 ליטრამდე. ალბათ. ხოჭ მე ქალაქში რაღაც სიგიჟეების კეთება არ მიცდია და არ დამიცდია. რაც შეეხება ქალაქ გარეთ ტრასაზე დაახლოებით 80 კმ/სთ, 60 კმ/სთ სიჩქარით წვა შეადგინა 6 ლიტრი. ეს ნიშნავს, რომ 6-ზე მეცაც, მოკლედ, მარტივად რომ ავხსნა, 6 ლიტრიდან 11 ლიტრამდე არის დიაპაზონი. გააჩნია როგორი ფასის ამ კატეგორიაში მე არ მეჩვენება ბევრად. მე იმდენად მიყვარს ატმოსფერული ძრავები და Mazda-ს 2 და 5 ლიტრი მოცულობის ატმოსფერული აგრეგატი იმდენად მიყვარს, იმდენად ვაფასებ, რომ ჩემთვის ის 2 და თუნდაც 2.5 ლიტრით მეტი წვა 3 იყოს. არ არის გადამწყვეტი. ხო, გადაცემათა კოლოფში არ მithქვამს, აქვს 8 საფეხურიანი ავტომატიკა და ძალიან ისე რბილად რთავს, რა თქმა უნდა ამჩნევ გადართვებს, მაგრამ ძალიან smooth, კარგი სიტყვა, რბილი გადართვები ახასიათებს. და რაღაც სირბილე ვახსენე. აი, როგორი დაკიდების სისტემა აქვს, იცით, მარტივად რომ ვთქვა, ორმოებს, კენჭებს. კარგი სიტყვა მინდა მოვიფიქრო, აი, აუთოებს. ამ სიტყვის ესეთი მნიშვნელობით. არა პირდაპირ, არამედ გადატანითი, რა თქმა უნდა, აუთოებს. ანუ რა თქმა უნდა, გზნობ როგორია ზედაპირი, ანუ მწოლიარე პოლიციელზე რომ გადადიხარ, გზნობ ამას. ნებისმიერ ორმოსაც რაღაც დონეზე გზნობ, მაგრამ არ გაწუხებს. ხო, კიდევ ერთი რამ, ავტომობილს იმისათვის რომ მოსახლეობაში ძალიან არ გადაიხაროს, აქვს სპეციალური სისტემა,
kinematic კონტროლი, ესეთი, რომელიც არეგულირებს აი ამ გადახრების მაქსიმალურად შემცირებას. და ერთ საინტერესო რამეს დავაკვირდი, მოსახვევში, როცა შედიხართ, მოსახვევის შიდა უკანა საბურავს ამოხუჭებს მსუბუქად. იმ ხარეს რომ მოსახვევში შევდივართ, ანუ თუ უხევთ მარჯვნივ, უკანა მარჯვენა საბურავს ამოხუჭებს გრძნობა მას, ოდნავ ეს იმისთვის რომ შესვლა იყოს მაქსიმალურად დინამიკური და მაქსიმალურად რამდენადაც შეიძლება ამ მანქანისთვის სპორტული და პირდაპირ. ესეც კარგია. და ბოლოს სანამ დასკვნაზე გადავალ, პრაქტიკაში მინდა გაჩვენოთ, რამდენად კომფორტულია 360-იანი კამერა, აქ აქვს ღილაკი, პირდაპირ ესე ჩართავთ და ზედხედითაც წინ საბურავებისკენ ქვემოთ ძალიან მარტივად და კარგად უყურებთ აი ესე სად და როგორ მოძრაობთ. ძალიან საინტერესო გადაწყვეტილებებია, აი ესე შეგიძლიათ შეცვალოთ სხვადასხვა ხედები. ეს გამოგადგავთ განსაკუთრებით რა თქმა უნდა ცუდ გზებზე და არა აქ სადაც მე ამას ვიყენებ, იმიტომ რომ კარგად დაინახავთ რამეს ხომ არ შეიძლება წამოედოთ. საბოლოო ჯამში მე ასე ვიტყოდი. Mazda CX-60 ამ ეს ვერსია, ეს კომპლექტაცია 2.5 ძრავით მას ახასიათებს უფრო მეტად კომფორტული სვლა, ოღონდ საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი სპორტული ინგრედიენტებით. თუ შეიძლება რომ ესე ითქვას. როგორც თავიდანაც გითხარით, Mazda ცენტრი თეგეტაში ამ ავტომობილზე ახლა მაგარი ფასდაკლება აქვთ. $36,500 ნაცვლად $34,800 ექვივალენტი ღირს ლარში. პლუს ამას 3 წლიანი ლიზინგით კრედიტის შემთხვევაში პროცენტი არის ლარში მხოლოდ 7.5%. ღირს თუ არა ამ მანქანაში ამ ფულის გადახდა. მე ამ კითხვაზე ორი პასუხი მაქვს, ერთი მოკლე და ერთი გრძელი. მოკლე პასუხი ასეთია: აუცილებლად. ეს არის იაპონური მანქანა, ნაღდი იაპონური ავტომობილი, არის ეფექტურიც და არის ეფექტიანიც. ასეთ ავტომობილში ამ ფასის გადახდა ყოველგვარი თუს და მაგრამის გარეშე გამართლებულია. რაც შეეხება ოდნავ უფრო გრძელ პასუხს. ეს ავტომობილი ფაქტობრივად პრემიუმია. ძალიან ახლოსაა პრემიუმთან. სოლიდურიცაა და ხარისხიანიც. რა აკლია იქამდე? ალბათ ცოტა უფრო მეტი high-end ტექნიკა, მაგრამ მაგ შემთხვევაში ასეთი მიმზიდველი ფასი აღარ ექნებოდა. მოკლედ, ეს საკითხი ასე უნდა გადაწყვიტოთ. დაუსვით თქვენ თავს ორი კითხვა: რა მჭირდება და რა მინდა? რაც შეეხება ფასი ისეთია, რომ იმ ათასებიდან 1 ლარიც კი არ იქნება გაუმართლებელი ინვესტიცია. ეს არის სილამაზე, რომელიც მსხვერპლს არ მოითხოვს. დროებით.